თუ ადამიანი ქრისტეს აღდგომას იგემებს, მაშინ ირგვლივ ყველაფერი აღდგომით განიმსჭოლება. აღდგომა არ განიმარტება, მხოლოდ განიცდება და ვისაც ეს გამოუცდია, სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ქრისტეს აქვე ამ ცხოვრებაშივე განიცდი, როგორც მარადიულ სიხარულსა და საუკუნო სიცოცხლეს. თუმცა, რაც არ უნდა მოიმოქმედო, ეს მხოლოდ ცოცხალი გამოცდილების ნაყოფია და მცირედ თუ გამოითქმება, ან საერთოდაც გამოუთქმელია. ყველაფერი საღმრთო ზიარებიდან მომდინარეობს. ზიარებისას ქრისტეს ჩვენს გულში ვუშვებთ, აღდგომას შინაგანად განვიცდით და შემდეგ ამ სიხარულს ჩვენს გარშემოყოფებთაც მივფენთ. ადამიანმა ის საკუთარ გულში უნდა შეიგრძნოს, ქრისტეს ეზიაროს და საღმრთო ლიტურგიის გამოცდილება შეიძინოს. როდესაც ღმერთი ადამიანის გულში მოქმედებს, იგი ღმერთს ემსგავსება. ეს ნიშნავს, რომ გულში ქრისტეს მიმღებელი ადამიანი თავადაც ქრისტეს მსგავსად მარადიულ სიყვარულად და მარადიულ მიტევებად იქცევა. მოძმეს შეუნდობს და გულში იკრავს მასაც და მასთან ერთად მთელ სამყაროსაც.